რაც დაახოთ თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მინდა გკითხოთ, როგორ უყურებთ თავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თავშევე ვახსენე, მრავალპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე ხართ. დადეთ პირობა, რომ ოპოზიციასთან, ვთქვათ, ურთიერთობის გარანტი იქნებოდით და მათთან თანამშრომლობის. და ამ ფონზე მართველი გუნდის მხრიდან გვესმის განცხადებები, რომ ძალიან კარგია რაც იქ ხდება, ვთქვათ, რაღაც პროცესები, პოლარიზაციამ გადაინაცვლა პარტიაში და ასე შემდეგ. ანუ თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება პარტიაში, არ ვიცი, ეს დაპირისპირება ასრთა სხვადასხვაობა, ბევრნაირი აზრი მოვისმინე, როგორია თქვენი შეფასება? საერთოდ ჯამში თავარი პრობლემა, რაც ჩემი აზრით ნაცვალ მოძრაობას აქვს, არის ის, რომ ისინი არიან საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლები. და მე არ ვიცი აქედან რა გამოსავალი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია და ამას აჩვენებს სწორედ მათ შორის ეს ბოლო კრიზისი, რაც მათ აქვს პარტიაში. რომ პარტიის შიგნით როგორც ჩანს არიან ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ ვეღარ მიყვებიან იმ პოლიტიკას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ეს არის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელიც მიმართული არის საკუთარი ამომრჩევლებში ხელისუფლების მიმართ ზიზღის კვებაში. მოკლედ, საკუთარ ამომრჩევლებს კვებავენ ზიზღით ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ეს 10 წელი, ბოლო 10 წელი და დღევანდელი დღის ჩათვლით მათ შორის. სხვა არაფერი არ მოგვისმენია ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან, გარდა იმისა, რომ საუბრობენ ხელისუფლების რაღაც რუსულ ორიენტაციებზე, პუტინი, ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი, რასაც ქვია საკუთარი ამომრჩევლების მიყვენა. სიზღიას თუ კრიტიკა, ბატონო, ოპოზიცია ვალდებულია აკრიტიკოს ხელისუფლება, თუ კი ისინი თვლიან, რომ რაღაც ნაბიჯები თქვენი მხრიდან არ იდგმება სწორად მათი შეფასებით. აი, მთავარი პრობლემა, როცა არის საუბარი, აი, ამიტომ არის მთავარი პრობლემა, როდესაც არის საუბარი მათ შორის ინტეგრაციის პროცესში, თანამშრომლობაზე, რაღაც ერთობლივად საკითხებს გარდა, თავი პრობლემა, რასაც აწყდება თავად ნაციონალური მოძრაობა და ეს მე მათთვისაც მithქვას. ეს არის ის, რომ ისინი საკუთარ თავს აქცევენ ჩიხში. როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ხელისუფლებაში არის რაღაც, არ ვიცი, რუსეთის მიერ დასმული პროექტი და ნუ ვიცით ეს ყველა ეპითეტები რაც არის. აქ რა თანამშრომლებაზე შეიძლება საერთოდ იქით ამ მხრიდან იყოს საუბარი, ხო? აქ ერთ-ერთი არის, რომ უნდა იბრძოლონ პირდაპირ წინააღმდეგ ხელისუფლების. ხო, ეს არის დელეგიტიმაციის ცდილობა და ამას აკეთებენ 10 წელი და რაც თავარია უმეტეს ნაწილს ლიდერებისა, რომლებიც მათ შორის პარლამენტში არიან, ამის ყველაფერს არ სჯერათ. და არიან ჩიხში, იმიტომ 10 წელი ამით ყვებავდნენ საკუთარ ამომრჩევლებს და ახლა არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან. ვინაიდან მათ ნაბიჯიც რო გადადგან თანამშრომლობისკენ, მათივე ამომრჩევლები რა თქმა უნდა პასუხს მოთხოვს, რომ რანაირად ხდება, თუ კი ეს არის რუსეთის პროექტი, თუ ეს არის პრორუსული ძალა, რატო თანამშრომლობთ ამასთან? ერთ მაგალითს მოგიყვათ, რომელიც ასევე ახსოვს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ როდესაც კიევში მივდიოდით საპარლამენტო დელეგაციით, მაშინ გახსოვთ, რომ მე შევხვდი ოპოზიციას და შევთავაზე, რომ დელეგაცია ჩამოვაყალიბოთ 4 დეპუტატი უმრავლესობიდან, 4 დეპუტატი ოპოზიციისგან და თავად დაესახელებინოთ ვინ იქნებოდა ოპოზიციისგან. მაშინ იყო კატეგორიული მოთხოვნა მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ არა, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფიდან უნდა ყოფილიყო თითო წარმომადგენელი. ნუ პასუხი იყო, რომ უნდა ყოფილიყო მაშინ 7 ოპოზიცია, 7 უმრავლესობა, პლუს დამატებითი ასე ვთქვათ ადმინისტრაცია და 20 ადამიანისგან შემდგარი დელეგაცია შუა ომში მყოფ ქვეყანაში რომ ჩავიდეს, რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნებოდა. თუმცა ბოლოს ამაზეც დავთანხმდი. უთხარი, კი ბატონო, იყავით 7, უმრავლესობა იქნება კვლავ 4, ოპოზიციის უმრავლესობით იქნება დელეგაციას თავად ანომალია, მაგრამ კი ბატონო და ამ მომენტშიც კი ნაციონალური მოძრაობა ბოლო მომენტში თქვა, რომ არა, ჩვენ მაინც არ მივიღებთ მონაწილეობას. ანუ ამ ულტიმატუმს ერთისთვის swabდნენ, როგორც პირობას, რომ მონაწილე ყოფილიყო ამ დელეგაციის, მაგრამ აღმოჩნდა ეს იყო მხოლოდ საბაბი. ვინაიდან რა თქმა უნდა ამ დელეგაციაში ისინი ვერ ჩაჯდებოდნენ. თქვენ ეხლა საუბრობთ და ხშირად მოგვისმენია მართველი გუნდისგან, რომ სწორედ ამ დესტრუქციაში, რადიკალიზმში ადანაშაულებთ მთავარ ოპოზიციურ პარტიას. თუმცა როდესაც მართლ გუნდს ძლიერი ოპოზიცია შეიძლება აღარ ყავდეს. ეს მისაღებია თქვენთვის გულისხმობ იგივე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, იმისთვის რომ მუდმივად კონტროლის ქვეშ ყავდეს ოპოზიციას ხელისუფლება. ანუ ამ შემთხვევაში თუ ძლიერი ოპოზიციური პარტია დასუსტდება პირობითად, მე არ ვამბობ რომ ის სუსტდება, არ ვიცი რა პროცესები მიმდინარეობს, ხოლმე ვადევნებ თვალს და სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებ, ვერ მოვისმინეთ ჩემ სტუდიაში ამაზე პასუხები, მაგრამ თქვენ როგორც მართველი გუნდი და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ფიქრობთ რომ ეს ქვეყნის ინტერესია, რომ თქვათ რაღაც ერთ-ერთი მთავარი ძლიერი ოპოზიციური პარტია დასუსტდეს, აღარ იყოს ესეთი ძლიერი და ასე შემდეგ. სინამდვილეში პრობლემა სწორედ ის არის, რომ ჩვენ არ თუ ძლიერი ოპოზიცია, ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ჩვენ პარლამენტში რეალურად ჩვენი საზოგადოება თქვენ თუ დაფიქრდებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს მოწვევის პარლამენტია, რომელი თემა გახსენდებათ
ხალხისთვის მნიშვნელოვანი საგნობრივი თემა, რომელზეც იყო საგნობრივი დისკუსია. მთელი პოლიტიკური დისკუსია ამ წლიანახევრის განმავლობაში შემოფარგლულია 2-3 თემით, რომლის გარშემოც ტრიალებს ეს ყველაფერი. არის ხან რუსეთზე საუბარი, ხან სასამართლო რეფორმა ასე შემდეგ, მაგრამ სხვა დანარჩენი არაფერზე არ მიდის მსჯელობა. არა და ამასობაში ჩვენ თემატურ რაღაც კამათს მომხმარებელთა უფლებების შესახებ მივიღეთ კანონი. ევროკავშირთან დაახლოების ნაწილიც იყო, ამავე დროს ჩვენი ქართველი მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი არის. ახლა ვიღებთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალ კანონს. მივიღეთ მეწარმეთა შესახებ კანონი. ისეთ კანონებზე მსჯელობთ ჩვენ და გვიწევს ფაქტობრივად უმრავლესობას მარტო მსჯელობა. ვინაიდან ოპოზიციის ეს ნაწილი საერთოდ არ არის ჩართული ამ მსჯელობაში. არა და სწორედ აქ გვჭირდება. ხანდახან ჩვენც კი გვიწევს თავად, ასე ვთქვათ, კრიტიკული თვალით, ასე ვთქვათ, სპეციალურად შეხედვა რაღაც საკითხების მიმართ, იმისთვის რომ კრიტიკულად გავიაზროთ საკითხები. სწორედ ნაციონალური მოძრაობა არ არის ჩართული, ამას ამბობ თუ არც ერთი ოპოზიციური პარტია. ის ნაწილი 3 პარტია არის გამოკვეთილად ბოლო პერიოდი, რომელიც რადიკალური დღის წესრიგით გამოირჩევა, ნაციონალური მოძრაობა, მასთან ალიანსში მყოფი ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი და ამავე დროს თქვენ თქვით რომ რიცხოვნებად ისინი რა თქმა უნდა ბევრნი არიან და სწორედ ეს სიბევრე სინამდვილეში ხარისხში მსჯელობის ხარისხში არ აისახება. აი ვერ ნახავთ თქვენ თუ გინდა დღეის იქით დააკვირდით, როცა იქნება კანონ პროექტების განხილვა იმ კანონ პროექტების განხილვაში რამდენად შემოდიან შინაარსობრივ მსჯელობაში. არაფერი გარდა 2-3 კლიშე თემისა არ აინტერესებს. რადგან ჩვენ ერთ-ერთზე ვსაუბრობთ, მე უნდა მოვიყვანა ოპონენტების არგუმენტები რა ნაწილში. იცი და იგივე გიორგი ვაშაძე იჯდა აქ სტუდიაში და მან თქვა რომ აი მე რო ვეკითხებოდი ვთქვათ ოპოზიციის წარმომადგენლებს რომ რატომ არ ესწრებით იმ შეხვედრებს რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება და ვთქვათ რაღაცნაირი ინკლუზიური უნდა იყოს ეს პროცესი და ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ დასავლეთი და პარტნიორები ხო საქართველოს. მისი პასუხი იყო რომ მე რაღაცა ყავის მასში მონაწილეობას არ მივიღებ, იქ გადაწყვეტილებებს აზრი არ აქვს, ჩვენი აზრის გათვალისწინება არ ხდება. ანუ სამუშაო პროცესში მართველი გუნდი ითვალისწინებს, რატომ აღიქვამს ოპოზიციის, თქვა ერთ-ერთი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომ იქ ჩაის ირგვლივ თუ ყავის ირგვლივ საუბრობენ. ციტირებას ვახდენ. ხო, საქმეც იმაში არის, აი მაგალითისთვის სტრატეგია აღმაშენებელი მოვიყვანოთ, ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ კანონი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროგადახდის სისტემასთან საქართველოს დაკავშირება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იყოფიან ევროკავშირის ტერიტორიაზე, მათი მხრიდან საქართველოს თანხის გადმორიცხვა იქნება უფრო იაფი. დღეს თუ არის რთული და შემოვლითი საბანკო ტრანზაქციებით, იქნება პირდაპირ გადარიცხვა, არ იქნება გადასახადი ზედმეტი. და პირიქით, აქედან იქით გადარიცხვა, თუ კი ოჯახიდან ადამიანი სწავლობს, მაგალითად სტუდენტი არის საზოგადოებრივ, იქ გადარიცხვაც იქნება იაფი. აი ეს ჯგუფი ზუსტად ხომ ხშირად ასეთ პოპულისტურ თემებს აყენებს ხოლმე. არც კი მიუღიათ მონაწილეობა მსჯელობაში, ხმაც კი არ მიუციათ ამ კანონისთვის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ერთ-ერთმა ხატია დაკანონიძემ თქვა რომ ისინი აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობას პროექტებსაც გაიგებს. მათ სხვათა შორის აი ამ კანონს თუ არ ვწდები ხარი დაუჭირეს, ახლა რახან სტრატეგია აღმაშენებაზე ვსაუბრობთ, ამასთან დაკავშირებით მოგახსენეთ რომ კანონი რომელიც პირდაპირ უმარტივებს ჩვენ მოქალაქეებს ცხოვრებას, პირდაპირ უმარტივებს, ხო ეს არის მათი პოპულისტური დღის წესრიგი რომ თითქოს მოსახლეობაზე კანონი პირდაპირ უმარტივებს, ხმაც კი არ მისცეს ამ კანონს. ამიტომ რა არის იცით მათი მე ასე მგონია ხოლმე ხანდახან აი ამ ჯგუფის ერთ-ერთი ინტერესის თემა არის ყოფნა არ ყოფნის საკითხების განხილვა. აი ესე ყოფნა არ ყოფნის რომ უნდა იყოს ასე ვთქვათ ქართული ოცნება ხელისუფლების თუ არ უნდა იყოს. ამ საკითხების მიღმა ვერ მიდიან. სხვათა შინაარსობრივადაც ვერ მიყვებიან როგორც ეს. თუმცა ბატონო შალვა, აი კანონებზე ვსაუბრობთ, ეხლა მისაღებია ბევრი კანონი, რეფორმა რეკომენდაციების ნაწილში გულისხმობ და რომ ამოვწურო ეს ოპოზიციის თემა, მინდა შევეხო იგივე ყოფილი თავდაცვის მინისტრის თემას, რაზეც თავად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მოიწყო ამ თემაზე საუბარი, ასე ვთქვათ, მაგრამ გაკეთეთ თქვენი მხრიდან განცხადებები, იგივე თქვენ თქვით, რომ მომსწრებართ აღიარების, რაც ნიშნავს ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში. ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის ყველაფერი აჩვენებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა. როდესაც ამაზე მართველი გუნდი საუბრობს, ზუსტად ანალოგიურზე საუბრობს ოპოზიცია თქვენი პარტიის დამფუძნებლის მისამართით, რომ გამოწვევაა, მაგრამ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს. რომ დასრულდეს ეს საუბარი, ვინ არის ოლიგარქი და ვინ არ არის. დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაზე იყო საუბარი. უფრო აქტიურად რატო არ მუშაობს მართველი გუნდი, აპირებთ მიღებას, იმ ოპოზიციის განცხადებებიც მოვისმინეთ, რომ ისინი არ აპირებენ ამ კანონის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას. რას გეგმავს მართველი გუნდი, რომ იქნება ერთხელ და სამუდამოდ კანონმა განსაზღვროს. არ ვიცი, რომ მუდამ ურთიერთბრალდებები არის მოდეს, რომ ოლიგარქია ის, რომელიღაც პოლიტიკოსი ან ბიზნესმენი და ასე შემდეგ.
ამ საკითხის მთელი ირონია ამ საკითხში იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმაც დაანონსა, რომ ისინი აპირებენ კანონპროექტის შემუშავებას და ბოლოს ნახეთ, რომ მათ უარი თქვეს. რატო ფიქრობთ, რომ უარი თქვეს? ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი სახე, ნებისმიერი შინაარსი რომ ისინი ამ კანონს, ისინი ვერაულიან გვერდს, რომ საბოლოო ჯამში ოლიგარქებს ნახავენ საკუთარ რიგში. აი ეს და არა მართლ გუნდში. და არა მართლ გუნდში. აი ეს გააცნობიერეს ზუსტად. და ჩვენ ამის მონსტრე ვართ, ხო პირდაპირ ეთერში ჩვენ ხედავთ აღიარებებს, აი რა მოვისმინეთ, რასაც პირდაპირ აღიარებენ, რომ არის ადამიანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელსაც სხვათა შორის მისჯილი აქვს სასჯელი საქართველოში, იმიტომ რომ 5 მილიონი ევრო პირდაპირ მოპარა ჯარს, მან 2008 წელს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, იანვარში 2008 წლის ფურცელზე ჩაატარა წვრთნები ჯარისთვის, სიამოვნებაში ეს წვრთნები არსად არ ჩატარებულა არასდროს, არც ერთ ქართველ ჯარისკაცს ამ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია, რომელშიც თავდაცვის სამინისტრომ ოფშორში გადაიხადა 5 მილიონი ევრო. ეს ასეთი 5 მილიონი ევროებით ასე ვთქვათ შეკოწიწდა მისი ქონება, რომელსაც ეხლა პირდაპირ ანუ სამართლებრივად ვიცით, რომ ის აფინანსებს ერთ ტელევიზიას მინიმუმ არის მისი დამსახურებელი. მეორე, ახლა გვესმის, ახლა აქამდე გვესმის, ახლა პირდაპირ აღიარება გვესმის, ის თურმე აფინანსებს ნაციონალურ მოძრაობას და სხვა პარტიებსაც შეიძლება, ასევე მოვისმენთ, ის აფინანსებს ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივ მოძრაობებს, ან რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ პირდაპირ აღიარება არის, რომ არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, ფლობს ტელევიზიას და გავლენა აქვს პოლიტიკაზე. ეს არის ზუსტად დეფინიცია. ეს ხო არის ხელისუფლებაზე გავლენა. ვთქვათ, არის რაღაც ოპოზიციურ პარტიებზე გავლენა, კი ბატონო, ის თავად ნიკამელი ამას თქვა, მაგრამ ანუ ისი კითხვა მინდა, იცით? ის იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ანუ იმ გუნდის მხარდამჭერია, თავის ყოფილ თანაგუნდელებს, ვთქვათ, თუ აფინანსებს, ან ეხმარება პოლიტიკურ პროცესში, არ ვიცი, არჩევნების წინ დეტალები სულ არ ვიცი, მაგრამ რაში ხედავთ ამას პრობლემას? იმაში, რომ ვთქვათ, აი მას ის ჯარდებულია თუ სასამართლო პროცესები იყო მის წინააღმდეგ და ამიტომ თუ აი რაშია პრობლემა თუ თავის თანაგუნდელებს დააფინანსებს. ორ პრობლემას ვთქვათ. პირველი პრობლემა ეს არის ფარისეულობა, იმიტომ რომ ტერმინი ოლიგარქია ჩვენი ოპონენტების გამოგონილი არის ქართულ რეალობაში და ფარისეულობა იმაში არის, რომ თავისივე ტერმინის მსხვერპლი გახდნენ. ეს ტერმინი მიესადაგება მათვე დამფინანსებლებს. და ამას სჭირდება აღიარება და ეს არის სწორედ პრობლემა და ფარისეულობა ამ ყველაფერში. და მეორე პრობლემა, ამ აღიარებით თუ ამბობენ, რომ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ფინანსები შედიოდა კეზერაშვილის მხრიდან. რომელ მათ დეკლარაციაში ნახეთ კეზერაშვილი როგორც დამფინანსებელი. ანუ თქვენ გულისხმობთ შავი ფული ტრიალებს ქართულ პოლიტიკაში განცხადება იყო ამას გულისხმობთ. ეს არის ჩვეულებრივი არა დეკლარირებული თანხები, რომელიც არის სწორედაც შავი ფული, ეს ნიშნავს მინიმუმ გადასახადების დამალოს, ვინაიდან დეკლარირებული არ არის თანხები, არაფერი ვისაუბროთ იმაზე, რომ უცნობი არის ამ თანხის წარმომავლობა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში ხდება აღიარება იმისა, რომ არის არადეკლარირებული შავი ფული ოპოზიციურ მხარეს ერთი და მეორე პირდაპირ დეკლარირება იმ ფარისევლობისა, რომელიც სამწუხაროდ აი ამ ჯგუფს ოპოზიციისა ახასიათებს, რომ ისინი არიან მსხვერპლი საკუთარივე ტერმინის, შემოიტანეს ტერმინი ოლიგარქია და ახლა აღმოაჩინეს, რომ თავად ყავთ ოლიგარქები და კანონის შემუშავებაც კი არ უნდა. თუმცა დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პუნქტია 12 რეკომენდაციის. ანუ მხოლოდ ოპოზიციის შემოტანილი ეს არ არის, ამიტომ ამ მიმართულებით რომ დავასრულოთ ეს თემა, აპირებს თუ არა მართველი გუნდი მიიღოს ეს კანონი. ანუ ჯერ მიდის ამაზე განხილვა თუ არ დაწყებულა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. როდესაც ჩვენ მათ შორის ეს ერთ-ერთ რეკომენდაციად ნახეთ იქვე გვერდზე, რომ უკრაინის მიმართ რეკომენდაციებში, იცით რომ მათაც წინაპირობები აქვს, ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო სწორედ დეოლიგარქიზაციაზე, კერძოდ იმ მხრივ, რომ ის კანონი, რომელიც აქვს უკრაინას, უნდა იქნას სათანადოდ აღსრულებული. ეს იყო რეკომენდაცია. შესაბამისად, აქ იგულისხმება, რომ ეს სისტემა ან კანონი არის მოწონებული, ჩვენ ავიღეთ ეს უკრაინული მოდელი, თარგმნეთ და გავაცანით და ჩვენ თვითონაც გავეცანით ამ მოდელს და ეს არის შეთავაზება, რომ მივიღოთ ეს კანონი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი გზა ფაქტობრივად შესაძლებელი რაც მოიძებნა თუ იქნება კონსენსუსი რომ ეს კანონი საჭირო არის ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს თუ არა თქვას ოპოზიციამ რომ ეს კანონი საჭირო არ არის და ჩვენ როგორც ვატყობთ შესაძლოა აღარ მიიღოს და ოპოზიცია იტყვის რომ თუ ჩაითვლება რომ არ არის კანონის საჭირო ჩვენთვის ის აღიარებაც საკმარისია რასაც ახლა ვისმენთ აღიარებას რომ მათ რიგებში ამით ისინი აღიარებენ რომ მათ რიგებში არიან ოლიგარქები
კარგით, რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის წესს, კიდევ ერთი საკითხი. პროცესი მიდიოდა და მიდის უფრო მეტი ჩართულობით ოპოზიციის, ასე ვთქვათ, უფრო ინკლუზიურ რად გამოიყურება ეს პროცესი, თუმცა მაინც მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ და პირველი ძალიან ისეთი საკმაოდ წვავედ გააკრიტიკეთ თქვენ კიდევ ერთხელ არასამთავრობო სექტორი ბოლო 3 კანდიდატის დასახელების გამო და თქვით რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დახურული პროცესით გარიგდნენ კანდიდატებზე. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ვისთან გარიგდნენ, რას გულისხმობთ, იმიტომ რომ აქ არის საუბარი 54 და 52 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შერჩეულ 3 კანდიდატზე და ისინი ამბობენ რომ ახლა ეს 3 კანდიდატი ყველა იმ პროცედურის გავლას აპირებს. დღეს ვნახე მე მაგალითად მათი კომენტარები, სადაც ამბობენ ამას, რომ აი ეს კომისიაში გაიარონ, თქვათ შემოიტანონ პარლამენტში, რა დაინახეთ ასეთი ამ 3 კანდიდატის წარდგენაში, იმიტომ რომ ძალიან წავედ გააკრიტიკეთ არასამთავრობო სექტორი. უპირველეს რაც შეეხება ამ კანდიდატებს თავისთავად გვერდს აუვლიან იმ პროცესს, რომელსაც რომელიც იმართება პარლამენტში, ხვალ არის სხვათა შორის ბოლო დღე, როდესაც შეიძლება განცხადებების შემოტანა, ამიტომ მიმართავ ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თუ მათ აქვთ ინტერესი, გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღო მონაწილეობა კონკურსში. ამიტომ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით არ იყო რა თქმა უნდა ეს კომენტარი. კომენტარი იყო პროცესთან დაკავშირებით. კი ბატონო, მაგრამ მათ ხო ქონდათ უფლება თავის წესში თქვენ არ შეუშვით არასამთავრობო ორგანიზაციები, თქვენ ორი არ დაუშვით, მას შემდეგ დაიწყო ზოგადად მაყურებელსაც მინდა შევახსენო ხო ეს პროცესები, რომ ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა, ანუ ისინი თავის წიაღში შეიკრიბნენ, აირჩიეს და ახლა წარადგენენ. აი რაში ხედავთ პრობლემას? გულწრფელად საბოლოო ჯამში პრობლემა არც არაფერი არ არის, როგორც უნდა ისე უნდა მოიქცნენ ხა ორგანიზაციები არიან, თავისუფალი არიან საკუთარ ქმედებაში და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც პარლამენტში გადის. აქაც უბრალოდ პრობლემა არის ფარისევლობაში. იმიტომ რომ ეს ის ორგანიზაციები არის, რომელიც პარლამენტს, მთავრობას, პარტიებს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მოუწოდებენ ხოლმე განსაკუთრებულ სტანდარტებს უწესებენ გამჭვირვალობის, ღიაობის, ჩართულობის, ასე შემდეგ და უცებ აღმოჩნდა რომ აი ამ ორგანიზაციებმა, რომელიც აი ამ სტანდარტებით დადიან და ჩვენს ამ სტანდარტს გვიყენებენ, თავადაც კი ვერ აკმაყოფილებენ უმცირე სტანდარტს გამჭვირვალობისა, ღიაობისა და ჩართულობისა. ანუ თქვენ საზოგადოებისთვის გამჭვირვალობას გულისხმობთ, თითქმის ყველა ორგანიზაცია საზოგადოებისთვის უნდა იყოს აბა ხა თავის თავთან გამჭვირვალობა რა საჭიროა. არა, ბევრი ორგანიზაცია ეს ამ ორგანიზაციებიდან ზოგიერთი პარლამენტში არსებობს საპარლამენტო ღიაობის საბჭო, სადაც არიან ჩვენთან ჩართულები და გვესმის ხოლმე რეკომენდაციები, რომ ვებგვერდზე რა დაიდოს, ესე იყოს პროაქტიული გამოქვეყნება იყოს ასე შემდეგ. არაფერი მინიმალური სტანდარტიც კი არ დაიცვეს, საზოგადოება არ იყო ინფორმირებული, რომელი ორგანიზაციები მონაწილეობენ, რატომ აი ეს თუნდაც ეს 50 და არა და არ ვიცი არ ვამე დარწმუნებული რომ ეს კანდიდატები 50 ორგანიზაციის მხარდაჭერით არიან. რატომ არ განმარტება რა პრინციპით მოხდა და სხვათა შორის კენჭისყრების შედეგები რა არის. ისინი ამბობენ რომ ჩვენ ვეცადეთ რომ ოცნებისთვის განგვემართა, როგორ წარიმართა ეს პროცესი და ოცნებამ თქვა, ქართულმა ოცნებამ თქვა უარი ჩვენთან შეხვედრაზე. იყო ასეთი. ამაზეც მოგახსენებთ, ანუ ერთი ის მინდა ვთქვა რომ ეს იყო აბსოლუტურად საზოგადოებისთვის გამომჭვირვალე პროცესი, ახლა ერთმანეთში გამჭვირვალობა არ ითვლება. საზოგადოებისთვის ეს იყო დახურულ კარს მიღმა, მსჯელობა, სადაც რაღაც ორგანიზაციები, რომლებიც რაღაც პრინციპით შეიკრიბნენ, რაღაც საკითხზე შეთანხმდნენ, ხომ? ამას ვამბობ უბრალოდ, თორე საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პარლამენტში მოხდა და იგანვიხილათ, მაგრამ აი ეს არის იცით ეს ფარისევლობაა საბოლოო ჯამში, რომ ის სტანდარტი და თამასა, რომელსაც უწესებს სხვას, ამ თამასაზე ცოტა მაღალი უნდა აწიო მინიმუმ შენ და არა ის რომ ამ თამასის მინიმალურ ქვემოთაც კი ვერ გახვიდე. აი ეს ამასთვის მინდა ხაზი გამოსვა. რაც შეეხება შეხვედრა არ შეხვედრა ხარ არ ვიცი შეხვედრა. და გვინდა და განგვემართა როგორ მოვახდინეთ ამ 3 ადამიანის არჩევა და უცებად არ მოგვისმინა. კი, ამ პროცესმა ერთი ცუდი როლი შეასრულა. თქვენ როგორც გახსოვთ, ჩვენ პარლამენტის რეგლამენტში შევიტანეთ ცვლილება მომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გახსოვთ მაშინ რეაქციები რაც იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაზე სამწუხაროდ ომბუდსმენის მხრიდანაც იყო მაშინ ძალიან ცუდი შეტევა საბოლოო ჯამში. ეს იყო პირდაპირ შეტევა საპარლამენტო ერთობაზე. ჩვენ პირველი მოსმენით ეს ცვლილება მივიღეთ ისე რომ ნაციონალურ მოძრაობას კი დაუჭირა მხარი და სხვა ოპოზიციონალმა პარტიებმა. და მეორე ამ პირველი მოსმენის შემდეგ ჩვენ ვნახეთ პირდაპირ შეტევა ამ ერთობაზე, მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან და მეორე მოსმენაზე ამ ზოგიერთმა ოპოზიციონალურ პარტიამ, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობამ, ისე რომ არაფერი არ იყო ამაში შეცვლილი, მხარი აღარ დაუჭირეს უცებ ამ ცვლილებას. სწორედ იმიტომ რომ იყო წნეხი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფიქრობ თუ სახალხო დამცველის მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებიდანაც შეიძლება, მაგრამ ზოგადად იყო წნეხი და
კი კვლავ ეს იყო სწორედ ასეთი ქმედებები და ასეთი კრიტიკა და ასეთი შეტევები არის მიმართული პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ. თითქოს პარლამენტში ხალხის მიერ არჩეულ ამას ჩვენ ოპოზიციურ კოლეგებსაც ვეუბნები ხოლმე. როდესაც ამას ვსაუბრობთ. პატივი ეცით თქვენ მანდატს. თქვენს ყველა თითოეული დეპუტატი ვართ ხალხის მიერ. ჩვენზე მეტი ლეგიტიმაცია არ არის, ხო არ არსებობს, იმიტომ ეს პირდაპირ სახალხო ლეგიტიმაცია. აქ ასე ვთქვათ ზედმეტად შიში იმის რომ იქნება რაღაც კრიტიკა თუ შემოტევა სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან ეს უბრალოდ არის უპატივცემულობა საკუთარი მანდატის ყველაზე ლეგიტიმური პროცესი ეს არის საპარლამენტო პროცესი რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს მათ შეუძლიათ რა თქმა უნდა ყველაფერზე იმსჯელონ მაგრამ ამას არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია არავისგან საერთოდ გარდა საკუთარი თანამშრომლებისგან ამ ორგანიზაციებისგან. და ბატონო შავა თქვენ თქვით რამდენიმე წამის წინ რომ აკრიტიკებდით პროცესს და არა პიროვნებებს. შესაბამისად მინდა გკითხოთ, შესაძლებელია თუ ეს სამი კანდიდატი გაივლის ამ რეგისტრაციას და ყველა იმ პროცედურას, რომ რომელიმე მათგანს მართველი გუნდის მხარდაჭერა ქონდეს. ალბათ არ მეტყვით, მაგრამ მაინც ძალიან მინდა რომ ვიცოდე რომელიმეს მაინც. რაც ეს ჩვენ პოზიცია საერთოდ ჯამში რომ იცით რომ პროცესი ასეთი შევათანხმეთ მათ შორის ოპოზიციასთან რომ დასახელებამდე შესაბამისი სუბიექტების მხრიდან რაც მოხდება 21 ოქტომბერს ჩვენ არ ვერევით პროცესში ეს არის თლიანად ოპოზიციის მიერ მართული პროცესი ასე ვთქვათ დაიწყება პარასკევიდან ჯერ ამ 9 კაციანი ჯგუფის მიერ შეფასება კანდიდატების შემდეგ ამ ყველა კანდიდატიდან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ფრაქციები შეარჩევენ და მინიმუმ 3-ს დაასახელებენ აი როგორც კი დასახელდება 7 კანდიდატს, როგორც კი დასახელდება 7 კანდიდატი, აქ ჩვენ პოზიციას რა თქმა უნდა დავაფიქსირებთ. ამ შემთხვევაში მე პირადად მინდა რომ 3 კანდიდატიც იქნა. ხო და ამიტომაც არის რომ ამ შემთხვევაში მე პირადად ყოველ შემთხვევაში მინდა რომ თავი შევიკავო ნებისმიერი კომენტარისგან, ნებისმიერი კანდიდატის მიმართ, ვინაიდან ერთს გქონდეს თავისუფლება, არც ოპოზიცია არ უნდა იყოს შეზღუდული თავის არჩევანში, თავად წარმოადგენენ ვის მიიჩნევენ ისინი საუკეთესოდ რომელი 7-ეული ან მინიმუმ 7-ია, შეიძლება უფრო მეტიც წარმოადგინონ და ამის შემდეგ დავაფიქსიროთ ჩვენ და არა ნახევარი თვალით ჩვენსკენ იყურებოდნენ. ნუ ქვეყანას ეყოლება ოპოზიციის მიერ დასახელებული სახალხო დამცველი. უკვე საერთო ჯამში აი ამ ეს პროცესი თუ ბოლომდე კარგად წავა და აქამდე ძალიან კარგად მიდიოდა. თუ არ ჩავთვით მეორე მესამე მოსმენაზე რეგლამენტს რომ არ დაუჭირა ზოგიერთმა პარტიამ მიუხედავად იმისა რომ კერძო საუბრებში ხარს უჭერდნენ მაინც შემდეგ იცით რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება გამოდის რომელიც შევათანხმე ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან იცით რომ გუშინ შევთანხმდით 9 კაციან ჯგუფზე შემფასებლებით სრული კონსენსუსით ასე რომ აქამდე მიდის ძალიან კარგად პარტიები ერთი დაკვირვებაც არის და სხვა შორის ეს დაკვირვება შარშან საარჩევნო რეფორმის დროსაც ჰქონდა როდესაც პარტიები მარტოს ხდებით და საუბრობთ ერთმანეთთან ძალიან კონსტრუქციულად არის და შედეგზე ორიენტირებული არის. და რა ხდება კარს აქეთ თუ კარს არის ორი ფაქტორი, არის კამერების ფაქტორი და არის ასე თქვა დამკვირვებლების ფაქტორი, რომელიც ხანდახან საჯარო პოზიციებს სხვანაირად აფიქსირებინებს ხოლმე. მაგრამ მე ისე თქმა მინდა, ეს პროცესი თუ ბოლომდე ასე წავიდა, საბოლოო ჯამში ჩვენ გვეყოლება ზუსტად ისეთი სახალხო დამცველი, რადგან ჩვენ საუბრობდით, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება ოპოზიციისთვისაც და უმრავლესობისთვის. ეს არის მთავარი. არა იმისეთი კანდიდატის გაყვანა, რომელიც ოპოზიციას მოსწონს და ეხლა უნდა უმრავლესობა დაითანხმოს და გვაიძულოს, რომ ხმა ვიცეთ. არა ისეთი, რომელიც მოსწონს უმრავლესობას და ეხლა უნდა ვაიძულოთ ოპოზიცია, რომ ხმები ანუ რაღაც ერთგვარი კონსენსუსით არჩეული. შეძლებს და გვარად ეხლა არ ვიცი მე 153 დეპუტატი დარჩა პარლამენტში 153-ვე დაუჭერს თუ არა მხარს, მაგრამ შეძლებს დაგვარად უნდა იყოს კონსენსუსი, მაგრამ რაც თავარია, პროცესი უნდა იყოს ისეთი, რომელიც აჩვენებს, რომ ყველაფერი გაკეთდა ამ კონსენსუსისთვის და საბოლოო ჯამში რაღაც ერთობა შეიქმნა. კარგით, საუბრობთ კონსენსუსზე, საუბრობთ ზუსტად იმ ნაწილზე, სადაც ოპოზიციასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს, თუმცა არსებობს ბევრი საკითხი, რაზეც მთავარი პარტია და სხვა პარტიები არ მონაწილეობენ და მინდა იმ დეპოლარიზაციის ნაწილზე გადავიდე. თქვენ მრავალპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე ხართ და თქვი კიდეც ეს რომ ეს პირობაც დადეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის მართველი გუნდისგან რომ ოპოზიცია არ შედის შეხვედრებზე, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან გვესმის ხშირად რომ ქართულ მოცემამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ მიგვეღო სტატუსიო და ეს ყველაფერი არის ერთგვარი მოჩვენებითი პროცესი, რომ დასავლეთს უჩვენოს, რომ მუშაობს ამ რეკომენდაციებზე, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მივიღოთ. გვსმენია ესეთი განცხადებები, თქვენც გსმენიათ, ახალი არ არის. თქვენი პასუხი რა იქნება ამაზე? გულისხმობ
რომ ჩავეტევით ვადებში, ფიქრობთ რომ შესრულებულად ჩათვლის დასავლეთი, ანუ იმდენად შესრულდება ეს რეკომენდაციები, თუ ეს არ იქნა ინკლუზიური ყველა პუნქტთან მიმართებაში მისაღები იქნება, ანუ პროცესი როგორ წარიმართება, რომ თქვათ ეს ბრალდებები გაქარწყლდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვესმის, იგივე მოლდოვა და უკრაინასთან ერთად მივიღებდით სტატუს ხელისუფლებას, რომ დომოდა და ასე შემდეგ ბევრი მსგავსი განცხადებები გვაქვს მოსმენი. უპირველეს ყოვლისა უნდა შევხედოთ სად ვიმყოფებით დღეს და არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტი არის იმდენად, რამდენადაც ჩვენ ევროპული პერსპექტივა გაგვიხსნა. ეს არის ის ფორმულა, რომელსაც ნატრულობდა ჩვენი დიპლომატია 2014 წელს, როდესაც ასოცირების შეთანხმების ბოლო ტექსტი თანხმდებოდა. და მაშინ სამწუხაროდ ევროპული პერსპექტივა ის რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არ ჩაიდო. ახლა ეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად გეოპოლიტიკური პერსპექტივების შეცვლის შედეგი საბოლოო ჯამში. მაგრამ რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ზუსტად ვიცით 12 საკითხი, რომლის შესრულების შემთხვევაში ავტომატურად გვექნება სრული კანდიდატობა. დღესდღეობით არც ჩვენ, მაგრამ არც უკრაინას და არც მოლდოვას არ აქვს სრული კანდიდატობა. უკრაინას და მოლდოვას აქვს კანდიდატობა პირობით, თუ არ დააკმაყოფილებენ ისინი სრულ კანდიდატობას ვერ მიიღებენ და ჩვენ მართალია არ გვაქვს კანდიდატობა, მაგრამ გვაქვს იგივე პირობები და თუ დავაკმაყოფილებთ, მივიღებთ სრულ კანდიდატობას. ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად თანაბარ მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ სხვაობა კანდიდატობასა და ჩვენ მდგომარეობას შორის რაიმე არსებითი სხვაობა დაფინანსების კუთხით და ასე შემდეგ არ არსებობს. თავარი მიზანი, ეხლა ანუ თავარი ეტაპი, ეს არის სრული კანდიდატობა, რომელიც არც ერთ ამ სამი ქვეყნიდან არ აქვს. ახლა თავარი ამოცანა ამ სამი ქვეყნისა არის, რომ შესრულდეს რეკომენდაციები, რომელიც ყველას აქვს წარმოდგენილი და ჩვენი მიზანი არის სწორედ ის, რომ წლის ბოლომდე ყველა ეს რეკომენდაცია შესრულდეს. ანუ პირველი შეფასებისთვის, ჩვენ ვიცით, რომ წლის ბოლოს იქნება პირველი ასე ვთქვათ შეფასება ევროკავშირის მხრიდან. ელით უფრო პოზიტიურ ასე ვთქვათ, შეფასებას ბრიუსელიდან. რაც შეეხება გრაფიკს, აქ არ არის სრული სიცხადე. ჩვენ ნახეთ სხვადასხვა განმარტებები, მათ შორის რომ შეფასება იქნება მომავალ წელს, შესაბამისად არ არის ეს ცხადი, რომ წლის ბოლოს იქნება ნამდვილად შეფასება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე შევასრულოთ ეს რეკომენდაციები და პირველადი შეფასება თითქოს უნდა იყოს წლის ბოლოს. ბურთი გადავაგდოთ ევროკავშირის მხარეს და უკვე ასე ვთქვათ გარკვეულწილად ჩვენ გვექნება უკვე ისეთი პოზიცია, სადაც შეგვიძლია მე მოვთხოვოთ, რომ შეაფასონ ჩვენი შედეგები. ამიტომ ამ ხრივ მნიშვნელოვანია საზოგადოებამაც რომ იცოდეს, რომ მოლოდინების კუთხით, რომ შესაძლოა წლის ბოლოს ეს შეფასება არ იყოს გრაფიკიდან გამომდინარე და იყოს მომავალ წელს, მაგრამ თავარი აქ არის მოძრაობა ამ მიმართულებით. თავარი არის რომ ჩვენ სწორედაც რომ ახლა ვართ მდგომარეობაში, როდესაც შეგვიძლია სრული კანდიდატობა მოვიპოვოთ, რომელიც არ აქვს არც უკრაინას, არც მოლდოვას. ყველა სამივე ქვეყანა, ჩვენი სამივე ქვეყნის შემდეგი ეტაპი არის სრულფასოვანი კანდიდატობის მოპოვება, რომლის შემდეგაც უკვე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება წევრობაზე და სწორედ აი ეს ეტაპი არის მნიშვნელოვანი წევრობაზე მოლაპარაკება და არა კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი თურქეთს აქვს 30 წელი, კანდიდატის სტატუსი თავის მხრივ ჯერ არაფერს არ იძლევა. არანაირ უპირატესობას საერთოდ, ამაზეც იყო სხვა შორის манипуляция, სპეკულაცია, თითქოს 14 მილიარდიანი ბიუჯეტები არის და იმაზე ცნობა, ეს არის ყველაფერი. მაგრამ ნაბიჯია, ერთი ნაბიჯი წინ მიდის ქვეყანა ევროპულ გზაზე. მაგრამ უკვე პირობით სამივე ქვეყანას აქვს პირობითი მდგომარეობა. არც ერთს არ აქვს სრული კანდიდატობა, არც მოლდოვას, არც უკრაინას, არც ჩვენ. სამივეს არის პირობები შესასრულები, როგორც კი შესრულდება, იმავე მომენტში გვექნება სამივეს სრული კანდიდატობა და მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა შორის, როცა ჩვენ ვართ ასე მდგომარეობაში, ამას თავის შევა მიზეზად პირველი შემთხვევა არ არის. ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ევროკავშირმა საქართველოსთან 3 წლით გვიან დაიწყო, ვიდრე უკრაინასთან. საბოლოო ჯამში 2014 წელს ჩვენ უფრო ადრე მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ვიდრე უკრაინამ. ვიზა ლიბერალიზაციაზე ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყო 2 თუ 3 წლით გვიან, ვიდრე უკრაინასთან. და ბოლოს 2017 წელს ჩვენ 6 თვე უკრაინას ველოდებოდით, რომ მათ შეესრულებინათ ყველა მოცანა, დაველოდეს და ერთად მოგწეს ვიზა ლიბერალიზაცია. ამიტომ აქ არც არაფერი გამონაკლისი მდგომარეობა არის, ჩვენ ყოფილვართ უკვე სიტუაციაში, როდესაც შეიძლება უკრაინას ცოტა სხვანაირი მოპყრობა ქონდა ვიდრე ჩვენ, მაგრამ მთელი შედეგი ამ ყველაფრის არის ის ხომ, რომ ჩვენი
მუშაობით საბოლოო ჯამში ვაღწევთ უკეთეს შედეგს. და ანუ 12-ვე პუნქტი შესრულდება. ფიქრობთ ამ რაღაც ვადებში ვთქვათ, რომელიც ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. საუბრობდით რამდენიმე მათგანზე, არის საუბარი კიდე სასამართლო რეფორმის საარჩევნო სისტემა, რომელიც უკვე წარმოადგინა მმართველ გუნდმა ეს ელექტრონული არჩევნები. მოკლედ, ბევრი რამეა კიდე მოსასწრები. 12-ვე პარლამენტის თავმჯდომარე ხართ, პარლამენტის გასაკეთებელია ძირითადი სიმძიმე, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით დააწვა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს. ფიქრობთ თუ არა, რომ 12-ვე რეკომენდაციის შესრულება მოესწრება? რა თქმა უნდა, აქვე მინდა რა თქმა ისეც აღვნიშნო, რომ ამ ისტორიულ მომენტში პარლამენტს აქვს სწორედ ეს პასუხისმგებლობა, პარლამენტს მისი სრული შემადგენლობა, არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ ოპოზიციასაც ეს პასუხისმგებლობა აქვს და ეს პასუხისმგებლობა მათ უნდა გაიზიარონ და გაითავისონ და ამ პასუხისმგებლობით იმოქმედონ. რაც შეეხება ვადებს, ჩვენ ის გრაფიკი, რომელიც პარლამენტმა წარმოადგინა, იმ გრაფიკს მიუყვებით ადრეც ვასრულებთ რაღაც პუნქტებს, უკვე ინიცირებული საკითხები რაც არის, ამ გრაფიკს და დღევანდელი მდგომარეობით რასაც უყურეთ, არაფერი არ ემუქრება და ყველა გრაფიკს ჩვენ მივყვებით. არის ორი საკითხი, რომელზეც ჩვენზე დამოკიდებული არის, ეს გახლავთ საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, სადაც მართალია პარლამენტი პროექტს წარადგენს და პირველი მოსმენითაც მივიღებთ, მაგრამ ამის შემდეგ, როგორც იცით, ვაგზავნით ამას ვენეციის კომისიაში და ეუთოდში და ველოდებით მათ ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით ხო მოსაზრებებს და ჩვენ ვიმედოვნებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვთხოვთ რომ ეს იყოს სწრაფი პროცედურა იქ წარმოებული, თუმცა დამოკიდებული ვართ იმაზე, რამდენად სწრაფად მოგვაწვიან თავის მოსაზრებებს და რამდენად გაითვალისწინებს ამას მმართველი გუნდი. რა თქმა უნდა გავითვალისწინებს, სხვათა შორის აი საარჩევნო რეფორმასაც შეეხება უკვე ინიცირებულიც არის, ორშაბათს იქნება კომიტეტზე განხილვა და მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე დიდი ალბათობით პირველი მოსმენით მივიღებთ. შინაარსობრივად იქ რაც არის, ეს არის აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით და არის მეტიც, ვიდრე ეს იყო ეუთოდრის რეკომენდაცია. ანუ არ ელით შენიშვნებს, იმიტომ რომ ბევრჯერ მოგვისმენია ვენეციის კომისიისგან სხვადასხვა თემაზე მოსმენების კანონზე, მაგრამ ბევრი კრიტიკული შეფასება. აქ არ ელოდები ხომ საარჩევნო რეფორმაზე. მაგრამ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რაიმე ფუნდამენტურ რამე შენიშვნას არ ველოდები. კარგი და ბატონო, ჩვენი დრო იწურება და ბოლოს მინდა უბრალოდ გითხოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე პირველად ბრძანდებით ამ სტუდიაში 9 თვეა ხელმძღვანელობთ საკანონმდებლო ორგანოს და ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს დღეს პარლამენტი სწორედ ამ ევროპულ გზაზე, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რას თვლით ყველაზე მთავარ გამოწვევად დღეს პარლამენტისთვის, თქვენ პირადად როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის და რა იყო ისეთი ან შეცდომა პირიქით თქვენი მხრიდან, ან წარმატება მმართველი გუნდის მხრიდან და პირადად თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. მთავარი გამოწვევა ალბათ მაინც რჩება ის, რომ სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილი თავის როლს ვერ პოულობს ოპოზიციაში. და ვერ ხვდება, რომ ოპოზიციას თავისი ფუნქცია აქვს პარლამენტში და თუ კი ისინი გააცნობიერებენ ამ როლს, უფრო ძლიერები იქნება ამაში მმართველი გუნდის მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო, გულისხმობ თანამშრომლობაზე არა. ჩვენ აი უკვე თქვა ჩვენა მაგალითად აი ომბუდსმენთან დაკავშირებით, ხო, გუში მქონდა მე შეხვედრა ყველასთან, მანამდე ბრძანებასთან დაკავშირებით, როცა საუბრობდით ომბუდსმენის შერჩევის წესზე. აი რობს ხდებით, ხო თვითონაც ხო ხედავენ როგორი კონსტრუქციული ატმოსფეროა და როგორ ვცდილობთ პრინციპში ახლა ეს რაღაც თანამშრომლობის ატმოსფეროც ვაჩვენოთ. ამიტომ არანაირი დახურული კარი ჩვენთან არ არსებობს. ეს კარები ღია არის, ეს კარები რაც მთავარია მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ამის საპირისპიროდ ჩვენ გვესმის რადიკალიზმი და ბევრი იყო ამ პარლამენტშიც მათ შორის ასე ვთქვათ რადიკალური ქცევები, მიუხედავად ამისა ეს კარი არის ღია და ვტოვებთ ღიას და შეუძლიათ ნებისმიერ დროს ამ თანამშრომლობის კარებში შემოვიდნენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპული საკითხი, რაც უნდა მიიღოს ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა, რომელიც უნდა გამოვიდეს. და როგორი უნდა იყოს ამაში თქვენი როლი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის? როლი არის, ასე ვთქვათ, ჯიუტად შეთავაზება ამ თანამშრომლობის. აი კიდე ერთ ამის გავუსვა ხარ, თავარი პრობლემა რაც არის, მათ შორის აი ნაციონალურ მოძრაობასთან საუბრობ. პრობლემა არის იმაში, რომ ისინი ვერ ჩაჯდნენ ოპოზიციის როლში. 10 წელია 9 არჩევნები წააგეს, მაგრამ არც ერთი საერთო ჯამში შინაგანად ვერ აღიარეს. ისინი თავის თავს მიიჩნევენ ხელისუფლებად. მიიჩნევენ, რომ ისინი არიან ხალხის ჩვეულები. და გამოდის, რომ რა არის მაშინ ხელისუფლების და თქვენი უფრო პარლამენტის თავმჯდომარის შეცდომა ამ პერიოდში? მოდი თქვა ოპოზიციაზე გასაგებაზე გვესაუბროთ. ეს რომ დავასრულო აზრობა, მთელი პარადოქსი იმაში არის, რომ გამოდის, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და აქ რა თქმა უნდა დიალოგი ვერ გამოვა. როგორც კი გააცნობიერებენ პოზიციას რომ არიან ოპოზიციაში, ისინი უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენთან მიმართებიდან, იმიტომ საკრიტიკო ბევრს მოძებნიან და როცა საგნობრივ კრიტიკაზე გადავლენ,
პოლიტიკოს ქართულ ოცნებას თქვენც ანუ რა არის იცით საერთო ჯამში როდესაც საგნობრივი საქართველოს ახლა არის განვითარების გზაზე ბევრი საკითხი არის ბევრი მიმართულებით არის სიახლეები და რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი საკითხის მოძებნა რომელზეც შეუძლიათ საგნობრივი კრიტიკა და დისკუსია საქმეც იმაშია რომ ამის ნაკლებობაა გადახედეთ თუნდაც მედიაში რა საკითხები განიხილება პარტიების მხრიდან ხომ არის სულ 2-3 კლიშე თემა რომელსაც ვერ ცდება დისკუსია და სინამდვილეში რაც ჩვენ ხალხს აინტერესებს ის განხილვის თემაც კი არის ამის წინ კვლევებმაც აჩვენა რომ პოლიტიკური პარტიებისგან საზოგადოება უფრო მეტ ანუ არც ერთი პარტია მათ ინტერესს არ აქვს მაყოფილებს თავისთავად სამწუხაროდ გარკვეულწილად გვერდით სამუშაოდ იქცა თითქოს იმ თავის საკითხების განხილვა რაც ჩვენ მოქალაქეებს აინტერესებდა და მე ვსაუბრობდი წეგან სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის იგივე მომხრეთა უფლებებზე როცა ვსაუბრობ და ასე შემდეგ სადაც საერთოდ შინაარსობრივი დისკუსიაც კი არ ქონია არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია რომელთანაც საბოლოო ჯამში აი ის ლამის სიამოვნებას განიჭებს რომ რაღაც დისკუსიის შესაძლებლობა გაქვს სხვადასხვა თემებზე რაც შეეხება შეცდომებზე იკითხეთ ხო ალბათ ეს არის რა შეგეძლოთ რომ თქვა უფრო სხვაგვარად გაგეკეთებინათ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე თავისთავად რაც უფრო მეტი მოთმინება იქნება ამ პროცესში მით უფრო კარგია მაგალითად აი ამ ბოლო პროცესმა ომბუდსმენთან დაკავშირებით მეც პირადად დამანახა რომ უფრო მეტი მოთმინებით უფრო მეტი ჯიუტად შეთავაზებით რამდენჯერაც მოგიჯახუნებენ კარებს იმდენჯერ უნდა გახსნა და შესთავაზოთ თანამშრომლობა და ხედავთ რომ მე ამას მოაქვს შედეგი. ამიტომ ალბათ სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში ალბათ რაც ძალიან ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაც კი არსებობს ასე რომ ნახოთ ანუ საერთო ჯამში რა თქმა უნდა ეს მეორე საკითხი არის რომ სამწუხაროდ ყველანაირი ტაბუები არა მხოლოდ მედიაში, პოლიტიკაში, საზოგადოებაში სამწუხაროდ მოიქცა. ის საზოგადოება რომელიც ჩვენ ვიყავით რამდენიმე წლის წინ სამწუხაროდ ეს საზოგადოება შეიცვალა ტაბუების მოხსნის გამო და თითქოს ყველაფერი არის შესაძლებელი ვერბალური დაპირისპირების დროსაც პოლიტიკოსებში იქნება თუ ასე შემდეგ. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი არის. ამას უკვე თლიანად საზოგადოებამ უნდა უპასუხოს და მათ შორის მედიის მიერ სტანდარტის დაწესებაც მნიშვნელოვანი არის. მადლობა მედიაზე რომ გავაგრძელოთ კიდე ძალიან ბევრი დრო მინდა მედია სტანდარტები ახსენეთ ყველა საინტერესო თემა მაგრამ უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა მაგრამ მაყურებელს ვეტყვი რომ ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ როგორც მაცნობეს უკვე მოყვა დასავლეთიდან პირველი რეაქციები ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ გვექნება საშუალება სულ რამდენიმე წუთში მოვისმინოთ ეს შეფასებები და ჩავთვალოთ ჩვენი ვაშინგტონის და ბრიუსელის ბიურო დავით ნიკურაძე და თამარ ნუცუბიძე